ელიტ მოდელ ლუკის კონკურსანტები ფინალისტვის ემზადებიან. დღე 12 საათზე ზენკა დამარისგან დაიწყო. ყველა მოდელმა დიზაინერების ფეხსაცმელი მოირგო. თითოეული კონკურსანტისთვის ინდივიდუალური სტილი შეირჩა. სტილი განსაზღვრული იყო იმით, რომ ზაფხულის კოლექცია გავაკეთე, რაც შეიძლება მრავალფეროვანი ყოფილიყო. ცოტა ისეთი ფერები არის მკაფიო. კვეთრი ფერები ავარჩიეთ, ძირითადად არის მაღალ ფუსზე და ყველა ფეხსაცმელი არის ღია, რომელიც არის გაფორმებული სხვადასხვა პატარ-პატარა აქსესუარები. წინას წარმოვედით ფეხსაცმელების შესარჩევად, რაღაც უნდა შეგვესაბამებინა კოპანიკისთვის ფერები და ძალიან კომფორტული ფეხსაცმელებია, ძალიან მოგწონს. მას შემდეგ, რაც ფეხსაცმელები მოირგეს, მოდელებმა კლინიკა მედიში გადაინაცვლეს. ვარჯიში და სხეულის გამაჯანსაღებელი პროცედურები მათი ყოველდღიურობის ნაწილია. ყოველ დღე დავდივართ მედიში, ეს ხდება დღის პირველ საათზე. პირველად ვარჯიშობთ მაღლა ტრენაჟერებზე, შემდეგ ჩამოდივართ აკაერობიკაზე და ეს განიგი არის ძალიან დატვირთული და ამავდროულად ძალიან სასიამოვნო. ვარჯიშის შემდეგ ზოგი აუზში და ზოგი ჯაკუზში იგრილებს თავს. კლინიკას წარმომადგენელი ჟიურში წავს და კონკურსის სპეციალურ პრიზებსაც აწესებს. ტრადიციულად ჩვენ ყოველ წელს ვაწესებთ ხოლმე გამარჯვებული ხუთეულისთვის ჩვენი მომსახურების სრულ პაკეტს. მთელი წლის განმავლობაში მათ შეუძლიათ სარეაბილიტაციო ცენტრში გაიარონ იგივე ვარჯიშები. გამაჯანსაღებელი ვარჯიშის შემდეგ მოდელები საკუთარ სალონში ავთანდილ ცქუტინიძემ მიიღო. დიზაინერმა მოდელებს ადგილში შეკერილი, სადა საზაფხულო ფერებში გადაწყვეტილი კაბები მოარგო. ეს კოლექცია არის სპეციალურად გაკეთებული ამ კონკურსისთვის, არის ძირითადად ძალიან ნაზი და ღია ფერები, არის კაბები მოკლე, რომ ბავშვების ვიზუალი არ დაიკარგოს და არის ახალი ხაზი, ანუ ზაფხულის ხაზი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, უბრალოდ იმის გაგრძელება არის და უფრო კონსტრუქციულია მოდელები. ანუ თავი არის გართულებული და ნაზი ტონალობების ერთმანეთში სინთეზია. მოდელების საცურაო კოსტიუმებზე ფატუნა მიზრანა. იმისათვის, რომ მოდელების აღნაგობა უკეთ გამოჩნდეს, კოსტიუმების სხვადასხვა ნაჭრით და აქსესუარებით შეკერა, თუმცა არ გადატვირთა. გოგონების გარეგნობიდან გამომდინარე, საცურაო კოსტიუმები არ არის ძალიან გადაზედმეტებული, ისეთი ფერადოვანი არის და ძალიან ლამაზები არიან, სხვადასხვა ძალიან უხდებათ. კონკურსანტებმა დღე სილამაზის სალონში დაასრულეს, სადაც მათთვის ვარცხნილობა და მაკიაჟი შეირჩა. ვაკეთებთ საცდელ მაკიაჟს, რომ ვიცოდეთ რა უნდა გავუკეთოთ ფინალისტვის დაახლოებით. ფინალისტვის დაჭირდებათ ძალიან სუბუქი მაკიაჟი, იმისთვის რომ გამოჩნდეთ მათი სახე. მოსამზადებელი პერიოდის შედეგი 24 მაისს ივენთ ჰოლში გამოჩნდება.